საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს. აბა ბედნიერ საღამოს გისურვებთ და წარმატებულს, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ გავათამაშოთ ისეთი მსხვილი თანხა, როგორიც არის ჩვენი ჯეკპოტი და რაღაცნაირად სულ მაქვს ხოლმე განწყობა და არაერთხელ მithქვამს, რომ ზაფხულის ცხელ სეზონს მგონია, რომ ამშვენებს ხოლმე ესეთი ცხელცხელი ამბები და ჩვენმა გამოცდილებებმა პრინციპში ასე აჩვენა, რომ ამ სეზონზე კარგი შანსი გვაქვს, ასე რომ იაქტიურეთ თქვენც და ეს ვაქტიურობთ ჩვენც და იმედია მანიფესტირდება ეს ყველაფერი. იცი რა არის პრინციპში ზაფხულის ცხელ სეზონზე ახლა ჩვენ რო ჯეკპოტი გავათამაშოთ, ძალიან დაცხება, მაგრამ დაედაცხეს, წავედით გილაკისკენ. მოდი გავეჟღეროთ კონკრეტული თანხა 846,000 შენ ჯეკპოტს ამომეტი რას, კარგი. 846,820 ლარი გვაქვს გასათამაშებელი და ტირაჟი გვაქვს 870,000. 870,000 ტირაჟი. 3, 2, 1 და გავაწითლეთ ჩვენი ღილაკი. აბა ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებს. დღეისათვის ჩვენი ლოტოტრონი და იქნება თუ არა ეს ის ციფრები და რიცხვები, რომელიც თქვენ გაწყობთ და დღევანდელი დღისთვის გადაწყვეტთ. და იყოს ეს ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, როგორც თქვენთვის ისე ჩვენთვის 38-მა საკმაოდ მაღალმა ციფრმა გახსნა დღევანდელი ჩვენი მომგებიანი კომბინაცია. და მოგურავს ჩვენსკენ 36 ჯერჯერობით ვართ მაღლებში და ვნახოთ მაღლების ტენდენცია გაგრძელდება თუ არა, თუ დაბლები ჩაანაცვლებენ მათ. არა. მე მგონი გრძელდება ეს ნელ-ნელა ტენდენცია. ქვემოთ ჩამოვდივართ, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალში ვართ. 29 ამჯერად მწვანე ფერის ბურთი მოგორდა ჩვენამდე. აი, ორმა დაარღვია მაღლების იდილია და ორიანი შემოგვიგორდა ნამდვილად წითელი ფერის, მაგრამ ფერთაგამა გვაქვს ყვითელი, ლურჯი, მწვანე, წითელი. აი ესე. მეხუთე მომგებიანი ბურთი გახლავთ 21. ამ შემთხვევაში უკვე საშუალო რიცხვებში გადავედით. დაგვრჩა მე-6 ძირითადი ბურთი და აი ტენდენციის დარღვევა ეგეთი უნდა. ის გახლავთ ერთიანი და ვნახოთ ახლა ბონუს რიცხვად რა შემოგთავაზებს ჩვენი ლოტოტრონი და 31-მა გადაწყვიტა მოსკუპებულიყო, ჩამოსკუპებულიყო ბონუს რიცხვის ადგილას და გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ. გადავიმეოროთ 38, 36, 29, 2, 21 1 და ბონუს რიცხვი გახლავთ 31. პირველ რიგში ყველას ძალიან ბევრი წარმატება, იმედია რომ ჩვენი სურვილები აუცილებლად მანიფესტირდებიან და აი ეს მაღალი ტემპერატურა, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ, აუცილებლად სულ უფრო მაღლა და მაღლა ავწევთ. თუმცა სურვილის მანიფესტირებასაც აუცილებლად ჭირდება რამოდენიმე ნაბიჯი და პირველი სურვილი ის არის, რაც უნდა გაგიჩნდეთ, რომ შეიძინოთ ბილეთი. ამისთვის კი უამრავი გზა არსებობს, ამის შესახებ არ დავიღლებით ჩვენ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ზუსტად აი ამ დროს, როდესაც შედეგების გარკვევა მიმდინარეობს, რომელიც მალე აი აქ გამოჩნდება. პირველი გზა ეს გახლავთ loto.g online სამყაროში შეგიძლიათ შეგბრძანდეთ და სახლიდან გაუსვლელად შეავსოთ სასურველი ციფრთა კომბინაცია, ასევე გვაქვს ასევე თუ გადაწყვეტთ, რომ გარე სივრცეში შეიძინოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ლოტოს ჯიხურებს, რომელიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით და სერვის ცენტრებში, სადაც თქვენ ასევე შეძლებთ ლოტო 6-ორმოცდაორი ბილეთების შეძენას ყოველ სამშაბათს და პარასკევს და გახსოვდეთ, რომ სტაბილურობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ამის გამოცდილებაც ჩვენ არაერთხელ გვქონია. და სტაბილური იყო ის ადამიანის, მე დარწმუნებული ვარ, რომელმაც დღეს მესამე კატეგორიაში მოიგო 4,264 ლარი. ბედნიერებაში მოიხმართ. პრინციპში შესანიშნავად დაგეგმავს თავის ზაფხულის შვებულებას ეს ადამიანი და განიტვირთება კიდევაც მე დარწმუნებული ვარ. გამარჯვებას მიულოცოთ აუცილებლად და აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჯეკპოტი ხელუხლებელია, მეორე საპრიზო კატეგორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის სულ უფრო მზარდი და ჩვენ კიდევ უფრო გაზრდი საპრიზო ფონდები ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ თქვენ სტაბილურადვე გეჭიროთ ბილეთი ხელში. შევხვდებით ძალიან მალე ერთმანეთს სამშაბათს დღეს და იაქტიურეთ იგებს ის, ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია ყველას, შესაბამისად ყველამ უნდა იაქტიუროთ. აბა ბედნიერ საღამოს მათ შორის თქვენ შეგიძლიათ მოგება და ეს იცოდეთ ყოველთვის. ბედნიერი უქმეები. დაისვენეთ კარგად დროებით.